გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა, ბედნიერება, სიხარული და კარგი განწყობა. ჩვენ კიდევ დავიწყოთ არა გადაღება, ვიმყოფებით კალიფორნიაში საინტერესო ადგილას და ერთი პატარა რაღაცა მინდა თქვა. ჩვენ ხო სულ ვიღებთ ხოლმე ასე პირდაპირ ორივე მომზადების გარეშე, ყოველგვარი წინასწარი დაგეგმილი პროგრამის გარეშე, აი რატო ვიღებ ახლა აქ? აი ამ ადგილას მე არასდროს არ ყოფილა ეს ვიმყოფებით სან-ფრანცისკოს ცოტა ჩრდილოეთ ადგილი, ჩრდილოეთ ნაწილში და რაღაცა ტბა არის და იქ ვიმაგრე ტვირთი. საკმაოდ მაგარი, კარგი. აი კალიფორნია ხო ცხელაა და მე ყოველთვის მიმაჩნია რომ აი რომ მეკითხები ამ ხოლმე სად იცხოვრებ, ყოველთვის ვამბობ ხოლმე აი ამ ადგილებში, აი სან-ფრანცისკო, საკრამენტო, ისეთი კლიმატია რა, ის სულ გაზაფხულია რა, ზაფხულში არ ცხელა, ზამთარში არ ცივა და მე მგონი ყველაზე აი ესეთი მაგარი ადგილია და ნუ ეხა საკრამენტო იქით გავიარეთ, ცოტა ჩრდილოეთით წავედი და სადაც იქიდე ტყვისკენ მივიდივარ, რაღაც იქნება, რაღაც არის საინტერესო და ჩვენ როგორც ყოველთვის აი ხო ამბობთ ხოლმე როგორ იღებ კაკო რომ მეუნებიან არ ვიცი აი რა შეხვდება როგორ შეგვედით რომ საინტერესო რაღაცა შეხვდება აი ესეთი ვიდეო გადავიღოთ ნუ მოგესალმებით კალიფორნია სოფლის მეურნეობის ასე ვთქვათ აგრარული შტატია და ნახეთ რამხელა პლანტაცია ეს არის ნუშის ხეები აი ესე მოდიხარ აქეთ მარჯვენა ნუშის ხეები აქეთ ბალახია ალბათ იონჯა ხო ნუ ყოველ შემთხვევაში მივიდივართ იმ იმედით რომ რაღაცა საინტერესოს და შემეცნებით გადავეყრებით. ერთი ამბავი მინდა კიდევ გითხრათ მეგობრებო, ერთ-ერთ ფოლოვერმა მე პასუხი გავეცი და ბარემ თქვენც გასცემთ ახლა ცოცხლად. ბატონო, აკაკი დავიტანჯეთ ამ ძრავის ხმა რო ისმისო, ძრავის ხმაო და ბოლოს მიკროფონი იყიდეთო და მოგვასმენინეთო თქვენი ისა უნდას შევწუხდითო ნერვოზიო და ჩვენ გავხსოვთ ადრე ამაზე ჩვენ პატარა გამოკითხვას გავაკეთეთ და მე ვთქვი რომ ბუნებრივი და უმეტესობა მოითხოვა რომ უფრო ბუნებრივობა ამიჩი. შენარჩუნებული ხო? და მე კიდევ ვამატებ რომ აი წეგანას რომ ვამბობდი რომ წინასწარ მე ხო არ ვიცი რა იქნება და ამიტომ უცბად ტელეფონს ვიღებ ხოლმე და ვიწყებ გადაღებას. ახლა წინასწარ თქვენ მიკროფონი გაამზადოს, ის გააკეთო, ის გაიკეთო. კინორეჟისორი ხო არა? ამიტომ მე ასეთი სიტყვა მოვიტანე ნატურალურად და ბუნებრივად. და ჩვენი გადაღებებია, ნუ მეც ვუთხარი იმ ჩვენ მეგობარს, რომ აი ესე ნატურალურად, აი უცბად მომიდა კიდე რაღაცა საინტერესო გამოჩნდა, ავდგებ და ვიღებ რა და ეხლა წინასწარ მე რა ვიცი რა. აი ამის ხმა მინდოდა და ეხლა თუ ხმაური აწუხებს ძრავის ხმაური და ეს უკვე სხვა ამბავია. იგივეა წინა კითხვაზე გიპასუხეთ, სულ გზა გვაჩვენო ჩვენ შენ ლაპარაკობო შენი სახეო ისაო ესაო და მე უპასუხე კაცო მე ვიღებ და ზოგჯერ სახეს რო ჩემს სახეს რო ეხა შეიძლება ჩემი სახის ყურება არ მოგწონს ადამიანს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასე ვფიქრობ მე არის უფრო კარგი იქნება რომ უფრო შემეცნებითია და თუ მომისმენენ კარგია და ეთქობა თუ არ მისმენენ და მარტო ყურება უნდათ ესე იგი მე ვერ ლაპარაკობ და ვერ გადმოვცემ იმას რა ისეთ ხმას მინდა და ადამიანს არ მოსწონს ეს მოსმენა და ეს როგორ მითხრა ისე მაშინო ისე უნდა უყურო ჩვენ ზიყურება გვინდაო რომ აი წამოწოლილი რო იყო ისე უნდა უყურო ვიდეოსო და ეხლა ეს წამოწოლილი და გართობა და ასეთ რაღაცები თუ უნდა მე შემიძლია რაღაცა ინტრიგული პროვოკაციული თემები გაუშვა რაღაცები მაგრამ ჩვენი ამოცანა ეს ხო არა ჩვენი ამოცანა რაღაცნაირად შემეცნებითი დადებითი და ისე და ესე ვიძახი ბუნებრივი სიტუაციები და გარემოება ავწეროთ. როგორც ვამბობთ, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ და ერთმანეთის სასარგებლო გავხდით. აი ნახეთ რამხელაა ნუში რამხელა ფული ტრიანებს, აი ნახეთ მარჯვენა ნუშის ტყესავით არის და მარცხნივად ძალიან ძლიერია რა. და რაც მაგარი ამიდია რაღაც სასწაული რა. 12 საათია და რამდენია 22 გრადუსი შუა გაგანია ზაფხულში.
დიდი 30-მდე ავიდეს მეტი არა. იმ ტემპერატურების ლას ვეგასი და სხვა თან აქ რა არის იცი სიცხეც რო იყოს ეს ტენიანობა არ გაწუხებს რა სხვაგან რომ მიდიხარ ტენიანობა გაწუხებს თითქოს სითბო მაგრამ აი ეს წყალი რო ოფლი რო მოგდის შემაწუხებელია და ნუ ერთ სიტყვით ალბათ თქვენ დამეთანხმებთ ეს არის ყველაზე კარგი ადგილი რა ეს კი სან-ფრანცისკო და სან-ფრანცისკოს მიმდინარე ადგილები საცხოვრებლად ძალიან მაგარია და ეს ამადგეს ვანიჭებ გემონებიდან გამომდინარე, პრაქტიკული ინტერესებიდან გამომდინარე და ყველაფერიდან გამომდინარე ძალიან კარგია. კარგია წავიდეთ ახლა ნახოთ აი თვა სლატვისკენ მიდივა და საუბრობთ ძალიან ლამაზია. ადგილია მაგრამ თქვენ ახლა უკაზე გაჩვენებ რომ კიდია ხო? ესე მაგთაზეავა და იმის იქით ეს უჟართვა ეს არის წყნარი ოკეანე. რაღაცნაირად იმივითხარი რა ლახანკასავით არის კალიფორნია. უბრალოდ ოკეანე მოდის მერე მთარი და მერე ისევე შვები და ველია, ველი კალიფორნიის ველი და ძირითადად მათ არის ეს სასოფლო სამეურნეო პროდუქტები და ამ ველიდან ავართ ახლა ჩვენ და თუ ოკეანე ვნახეთ, ოკეანესთან მივედეთ ხო მაგარი იქნება. მაგრამ ერთი მეგობრო როგორც ყოველთვის ვამბობ, არასდროს არ ვარ აქ ნამყოფ, პირველათა ვარ და თქვენთან ერთად მეგობრობ, აი მეც პირველათა ვარ ამ მიდამოებში. მე არ მახსოვს რომ ამ გზაზე როდის მე ყოფილიყო. Highway 20, ესე იგი ლოკალი ადგილობრივი გზა არის. ძირითადად კალიფორნიის აი ესეთი ლანდშაფტია. ამოთლებული მთებით, ბალახი მიწდება. გახსოვთ ერთხელ ასეთ ადგილას რომ მივედი და ექიმი რო შეხვდა ექიმი და ჩვენ მაშინ თეოლოგიურ თემებზე ვილაპარაკეთ. ეს სახში დამპატიჟა უკვე მაგი აღარ გადავიღე. გამახსენდა ეს ესეთი ადგილები. არა გეოგრაფიული ტური გავაკეთოთ არა აღმოჩენები ჩვენთვის ყველა ხარ ვიღაცისთვის უკვე ეს აღმოჩენილია მაგრამ ჩვენთვის ეს აღმოსაჩენი ადგილია. აფიურად რომ მიდიხარ აღმოჩენაა და ეხლა მეორე მესამეჯერ და მეხუთეჯერ. ესე ამერიკას ახასიათებს ეს რა, აი მე რასაც ვაკვირდები ხარს. ვინც მოდის ამერიკაში და მე ყველა ისე გელაპარაკება, თვითონ მან აღმოაჩინა ამერიკა პირველად რა. ნოდარ დუმბაძესაც აქვს გასმული ხაზი თავის მოთხრობა რომ ოდისეის მოგზაურობა იქ არის. მაგას ამბობს ნოდარ დუმბაძე ვინც ამერიკაში მოდის პირველად ყველა გონია რომ მან აღმოაჩინა ამერიკავა და აი რაღაც ამიდან მაგვარი შეგრძნება ახასიათებს ამიტომ მაგვარი მასეც არის რა მე რო დავაკვირდი აი თქვენ მეგობრებო ვინც ამერიკაში ამყოფი ხართ ან ვიცხოვრობთ აი გადახედეთ თქვენ მეგობრებს ამ ხანაგებს ყველა ამერიკაზე რო იწყებს ლაპარაკს აი თითქოს მან აღმოაჩინა ის რაღაცა თვისებები რაღაცა დამახასიათებელი ამბები რაც ამერიკას ახასიათებდა თითქოს პირველად მათი აღმოჩენილია მაგრამ ჩვენთვის ახლა ჩვენთვის და პირველად ვარ ახლა ამიტომ ჩვენ ჩავთვალოთ რომ აღმოაჩინეთ ამერიკა ყოველ შემთხვევაში ეს ნაწილი მე ბოლომდე არ დავამთავრე ის რომ ვამბობდი სახეს ზოგჯერ რატო ვაჩვენებ ხოლმე რომ ეხლა მარტო ლაპარაკით ხარ გამოხატავ შენ გამოხატავ სახის მეტყველებით და გამომეტყველებით ხო ესეც გამოხატვის რაღაცა ფორმაში რომ სიტყვერა თქვა მაგრამ ადამიანს რო უყურებ და რო შეხედავ მის სახე და როგორი ცნობი და როგორი ხასიათით ლაპარაკობს ესეც გამოხატვის საშუალება ეხლა როგორ რა ლამაზია რა ლამაზი და ამ დროს მე რო შემომხედათ ხო გწნობთ რომ რაღაცნაირად მიხარია მართლა რომ აი ახალ რაღაცაში მოდივარ და მეც ამით ვცდილობ რომ გამოხატო ჩემი იმიკებით, ჩემი ემოცია და ფიქრები და ასე შემდეგ. ესეც გასასწრობი ადგილია ვიწრო და ყველა მანქანა უნდა გამასწროს, მაგრამ მე მინდა ეს ტრაილერმა გამასწროს, რომ
ზოგჯერ რომ მოგადგება ხოლმე ეს უკან ვერ ისვენებ და მე შენ ხო მე ვიღებ ხოლმე და ყურადღება იმაზე მაგ გადატანელი ეს ახლა მარტო იმაზეა ტარებაზე და მე კიდე გადაღებაზე რომ მაგ ყურადღება მიჩვენია უცებ მანქანამ გამასწროს ბავშვი ამასწრო უკვე ვიცი რომ ჩემს უკან არავინ არ მოდის და აღარ ვაწუხებ. ნუ მძღოლებს ხო იცი როგორ ახასიათებს აი თუნდაც ჩვენთანაც აი ხა გორში რომ მიდიხარ ან ხაშუში მიდიხარ ტრასაზე და უკანიდან მოგადგება მანქანა და გამატარე. ამის და მაგვარია აქაც რა. მე ყოველთვის ვთქვი ხოლმე რომ ძმა თავი დამაგები მე ჩემთვის მიდივარ მეტეს როცა ვიდეო გიკავია და იღებ და გადაღებებს აკეთებს. უკან მანქანა არ მოდის. წინეს წავიდა და წავედით ნახოთ ახალი ადგილები აღმოვაჩინოთ. ახალი ადგილები, ახალი ამბები, ახალი ურთიერთობები და ყველაფერი ახალი. რატომ? რომ ცხოვრება საინტერესოა და ლამაზი და ვისარგებლო და ვიხაროთ არა მეგობრებო. ქრისტე ტყუილად კი არ ამბობს, იყავით როგორც ბავშვებიო. მოიცა აი ნებისმიერი ბავშვი აი უხარიათ ყველაფერი რა ახალ ნახულობ უხარიათ ახალი და მე ასაკში რომ შედიხარ ეს ერთხელ ორჯერ სამჯერ ხუთჯერ ექვსჯერ რომ ნახულობ სიტყვაზე ან შეეხები რაღაცას გააკეთებ მე უკვე ის თითქოს იცვითებაშავით რა მაგრამ ჩვენ როგორ ტიპები ვართ არ გავცვითავთ არა მაინც ახალ რაღაცებს ნახავთ რომ ისე და ისე ვიყოთ ბავშვებივით და გვიხაროთ ეს ბავშვებივით ყველაფერი ხო მეთანხმებით მეგობრებო დაწუნებული ვარ რომ მეთანხმებით დავაი შეუდგეთ ბავშვის თვალებით უყუროთ სამყაროს ეხა ზოგი მეტყვის აი ზოგჯერ ხوارი ხომერი თავი ის ჩუან ქონო და ახალგაზრდობაში რაც ასაკში ხوارი ხომი ასე ლაპარაკები მაგრამ ჩვენ გვილაპარაკი ამ თემაზე ყველა ასაკს აქვს თავისი ხიბლი ჩვენ ამ ხიბზე კარგზე გქონდეს უფრო ორიენტაცია ვიდრე ნეტა ვისე რაც არის რაც მოგვეცა და რაც ისა სხვათაშორის ეს კაი თემა ამ თემაზე მე ვილაპარაკებ აი ხوارი ხომი ადამიანები რომ წუწუნებენ ცუდად არიან უკმაყოფილოები არიან და აი როგორ უნდა მოიშორო ეს უკმაყოფილება ხო მაგ თემაზე მინდა ცოტა გავშიფრო ვაფართო აი მაგალითად ხوارი ადამიანი რომ მე დაბალი ხელფასი მაქვს, ცუდი ხელფასი მაქვს, ვაი და როგორ უნდა ესე იგი ცუდით უნდა გამოიყვან და რაზე ჩვენ კაი დაბალი ხელფასი გაქვს, მაგრამ გაიხედე ზოგს ის ხელფასიც არ აქვს. ზოგს იმდენად უჭირს რომ იმას რასაც შენ თავს უფლებას აძლევ ის 100 წელი ვერ აკეთებს ამას. უკვე ნერად შეხედავ ამას ხო? ესე იგი ცუდით უნდა უმკურნალოო და ეს ახლა ამას მე გავშიფრავ და უფრო დიდ ვიდეოს მიუძღვნი ამ თემას. რატო თქვი ესა რომ ნუ აი ეს თემა იქნება ცუდით უნდა იმკურნალო რა გამოიყვანო შენი მდგომარეობა. ეს შემდეგი თემა გვექნება ცოტა ხანში მე ცოტა მომემზადები და ვილაპარაკებ მაგ თემაზე და მაგრამ საერთო ჯამში ისევ ბავშვების ხედვას უბრუნდები რომ და გიხაროდე და რომ ბავშვის თვალებს რო შეხედავ და როგორ იხურება და როგორ ათვალიერებს წარმოიდგინეთ ხო აი ბავშვი რო უყურებს ასე თვალებით რო უყურებს რაჯობია მაგას და აი ჩვენც ამ თვალებით ვუყურებთ შეიძლება ასე დაჭრეტილი თვალები არ გქონდეს, მაგრამ ეს შინაგანი არსი უნდა გქონდეს ბავშვი. უფალი გვეუბნება ამას თვითონ არ მეგონია. თვითონ სამყარო შექმნელი, ვასწავლის როგორ ვიცხოვროთ და როგორ ვიხაროთ ამ სილამაზით და ყველაფერი კარგით, რაც მან შექმნა და მან ყველაფერი კარგი და ლამაზი შექმნა. ხილა დაღმართი გაგვეჩით. მანქანები მომაგდება, აქვე ხა მე აქ სწრაფად ვერ წავა. ვიწროა და იხაჭებას ვერ დავიწყო.
ძელი დაღმართია. ამ დროს იცით ხო, მე რამდენჯერ ამ დროს მუხრუჭებს არ უნდა დააჭირო ფეხი, ანუ engine brake-ით უნდა იარო, რომ მუხრუჭებმა ხუნდები არ გაცხენდეს და ხანძარი არ წარმოშვას მანქანამ, ამიტომ ბოდიში თქვენ სულ უფრო მანქანებო. მე დღემდე უფრო მეტად ამაზე ფიქრობ, რომ ხანძარი არ გავაჩინოთ საბურავში, მაგრამ არა უშავს, მე დავეშვი და всё გავსწორდით. ძალიან დიდი ძელი დაღმართი აღმოჩნდა. მაინც ამერიკა რამხელაა რა, რამდენი საცხოვრებელი ასათვისებელი ადგილები აქვს რა. ჩვენ ვართ საწყლები საქართველოს. რამდენია ხო 400-500 კილომეტრი სიგრძეში და სიგანეში 150 სადგინდა რომ დასახდიან განვითარდა ასე რომ თქვა და ნახეთ რამდენი სიცოცხლეა. გამასწარით მანქანებო გამასწარით, თორე მე ვიწროვდება კი. ვერ მოვასრო იმან გასწრებაში. დამელოდო შემდეგ გასასწრებ ადგილამდე. Vista Point არის გადასახედი, მაგრამ ცოტა თვითი თავიზოჟონა ჩავიტანო, ისე გიჯობდა მაიმე. არა. გიჯობდა გაუჩერებული ხო, ცოტა საინტერესო იქნებოდა. არა, ვშუშში. სფეროს შემდეგ ცოტა ვუყურებ ხოლმე ამ ვიდეოებს ცოტა ეს სფეროში რო ვიყავით კინოთეატრში ძალიან მკვეთრი ფერები იყო რა, ძალიან ეფექტურია. რატომაც აი ისეთ სრული მაქვს რომ მეც ვქონდეს მასეთი მკვეთრი გადაღებები. ეს აბა ტელეფონზეა დამოკიდებული მაინც. ასიმპლეი ეს გასასწრები ადგილი. ამბება ვიწრო შესასვლელია თუ გახსოვთ ერთხელ ჩვენ კოლორადოში ვიყავით და აი ესე ჩასასვლელები იყო 15-20-ით და მაშინ ვერ გადავიღე კარგად, ცოტა მქონდა გადაღებული და რაღაც ამის და მაგვარია კაცებს და ისეთი ესე ავდივარ ჩავდივარ და მე ხელში აღარ დავიკავებ ამ ტელეფონს მაინც და მიხოლოდ ხულები მაინც რამაგარი რაღაცაა რა მანქანა. ეხლა ჩვენ რომ ყოფილიყავით მე-19 საუკუნეში, მე-18 საუკუნეში, აქ როდის ვხვიდოთ გურემი და რაღაცა და მანქანით უბრალოდ მიდიხარ, მოდიხარ და მიდიხარ. მაგარი ეგ country line ის ქვეყანა ტიპის სამყარო ასე რომ ვთქვათ. აი ეხლა ძალიან დიდი დაღმართია. მე ამოცანა რომ არ გაგვიცხენდეს. Welcome to Lake Country. ქვეყანაში.
იმასთან ხარ რა ქვია თუ გაქვს საშუალება რუკას უყუროთ აი ნახავთ რა ლეიკ დასახლება კლინ ლეიკ აი მან მიდივარ კლინ ლეიკში აი ფესინგ ლეინ ახლა მეუბნებიან აგერიდან უკან მანქანები მომადნენ და გამასრებელი აი იმაზე არის გასასწრები ისა და მე მარჯვნივ უნდა გავიდე და აქედან ეს მანქანები გამასრებელია პატარა მანქანები დავაი აუდეთ დავაი ესე შევიწროვდები მიდი ერთი პატარა ეს სატვირთო მანქანაც მოდის და всё მე ესე თავისუფალი ვიქნებით ამანაც გამოსულა ისეთი შეგრძნება დისკომფორტი გაქვს აი ხა შურო მიდი ხო უკვე მანქანები მოყრებია რაღაც დისკომფორტია და ესე რომ გამასრებელ ხომ ვერიცი რომ ამოვისუნ კომფორტი რა როიც რო არავის არ აწუხება აი ხო შეიძლება კი მაგრამ აი ხო ფიქრობ რომ ისე გელოდებაში რომ ამა ალბათ ფიქრობ გაწე ეს ახლა ეს ატვირთო მიდის ახლა ეს სანამ აპობიათება და ხო იცით უკმო ყოფილობდობა რო ავთხოვე ეხლა ჩემს უკან არავინ არა და მე თავისუფლად ალბათ მე მოგროვდება კიდე ის მიხარი რომ სიგრილეში ვარ რა ამ სიცხემ გამღალა იცით აი გუშა სუციცხე აი ეთყობა ბევრი სიცხე მაინც ხლის რა თან მუშაობდა რა რომ გამოვედი გუშა კარგია და რამხელა მნიშვნელობა გამიცდა იმას რა მე ხა არ ამგონია ხა აქ ვინცხოვრობდი აი სიცხეში ვინცხოვრობს ამდენი ხრი მაგ უჩით მერებში კანი უშრებათ ის უშრება და დიდხანს ვერ ცხოვრობენ და აქ რაჯობია და გახსენდება საქართველო რა აი ჩვენ კიდო არ ვაფასებ ჩვენ ქვეყანას რა ინა კოჯორი აიღე ბორჯომი აიღე წნეთი აიღე სვანეთისკენ წახვალ მეჭუმში წახვალ ზოგჯერ ეხლა მე ხო ტურისტები ბევრი დამყვა და უნიკალური ქვეყანა გაქვს უნიკალური გაიძახია და მეთქი აბას დილობის გულისთვის ამბობენ მეთქი რა მაგრამ ძალიან მაი საქართველოს კლიმატი არის ძალიან მაგარი. უბრალოდ ეხლა ეს ამბავია მთავრობა არ ყავს და ვერ ვაბავთ და მთავრობაზე ვერ ვაბავთ და ვერ ვიყენებთ ამ ჩვენ ქვეყნის ყველანაირ პოტენციალს, მაგრამ უნებით და კლიმატით აი განსაკუთრებით პრობლემა არის ეს ტენიანობა რა საშინელება ხო ამერიკა სადაც აქვს ყველგან ტენიანობა და აი ეს ადგილია მარტო ესეთი ყველაზე ოპტიმალური რა და ამიტომაც მახსენდება საქართველოს სად არის ახლა ტენიანობა საქართველოში ერთი არის ბათუმში ხო და ბათუმში და ჩაკში მაგრამ ბათუმში და ჩაკში რო არის იცი აი როგორი ტენიანობა იცი არ იკბინება რა და აქ ალბათ აი თუ იკბინება რა კბენს რა მაგრამ ეს მარტო აქ არა გონი აზიის ქვეყნები და ყველგან მაგრამ საქართველოს მაგარი აი სოხუმის ასწაულია რა ეხა ბათუმთან და სოხუმთან შედარებით სოხუმი უფრო უკეთესია, იმიტომ ტენიანობა იმდენად არ არის, მაგრამ ბათუმში და ჩაკშიც რა ის ტენიანობა ისეთი წეგან რაცა თქვი რა, აი არ ხმენს რა. ამიტომ მოჭო ჩვენ საქართველოს და ეჭკვა და ის მოგწეს რომ აუთხილეთ და აი დონემდე მივიყავ. თქვილად კი არის რომ გიждდებიან ეს რუსები და რომ ყიდულობენ ეს არაბები და თქვილად კი არ მოდიან. გამახსენდა ეს არაბები. არაბიზაციას არა. გულით ხდება ეს ხელოვნურად როგორ მოხვალთ ამას. აი მაგაზე მე მაინც ვილაპარაკებთ. მარტო ვილაპარაკებთ, მაგრამ საქმესაც გავაკეთებთ რომ ეხლა რამ
ამალაპარაკებს ახლა ასე თუ ისე რამდენ ქვეყნებში ვართ უკრაინა ამყოფილი და დავდივარ და მოვდივარ და მაგ ამის უფლება რომ ვილაპარაკო რა ჩვენი საქართველო ასეა ვიღაც მეჭანვაშვილის და ის იმაზე უნდა დადიოდეს რა უფლება გაქვს მოდი დავტყვეთ ამ ბუნებით ნებისმიერ დროს აქო შუქი ჩართიოთ და აი ჩავთებეთ ახლა 10 on headline next 5 miles ხუთი მილის ამ ბავშვი ჩართული უნდა კონდეს აკე ფარე მანქანით კი არის აი სასიარულო აი ხოჭე ვაძილებს რო ეძახით ხოლმე აი დიდი მანქანით ცოტა უკვე თუნდაც გას ასე ლიხაჩობა როგორ არის ქართულად დაიწყე არის და ტყარო არ გამოჩენილა ასე იმ თისიკით არის ტყა და მე წესი და რიგი ტყა უნდა გამოჩნდეს რა ასე ვაღმართებ შეუდექით აი ტყა იქით არის ტყა და ჩვენ წრეს ვარტყავთ წვერი რო არის თის ატომას უდად გომბორის უღელტე ხელი გამახსენდა სოფელი სასადილო სადა ხარ ტყა დაღმარ წაუყევით ზოგიერთი პერსონაჟი სადაა სახლები აშენებული იქ და სახლი ზედით ცხოვრობს ეს ხალხი ოპა ისეთი აღმართზე ავდივართ რომ ყურები წნევისაგან ისა დამებში რაითოს სიმაღლეზე ვარ თეთრი. აი მაგალითად. მე არ მახსოვს ყურები დამე. კოლორადოში ყურები. ეთქვა ძალიან მკვეთრი აღმართი ვარ. იოტრაკ. ჩვენ არ მეგოთვის ესა წეწერა. მარჯეთ რას რაუტ. დიდი ტრაილერები. რაც რაუტ. და 13-ზე არ უნდა წავიდე, თორე დამაჯარი მე ესე პატარა მანქანები 29 აქცია შეგვიძლია წახვიდეთ და დიდი 53-იანები ხა ჩვენ 53-იანი ვართ და მე ზოგადად 53-ზე ბაიკერები გაიჭიდნენ აი 53-ზე და დავდგე ჩვენ ვესტ ჯანქშენ ესე იგი პიტაპი ჩვენ ვერ წავალთ, უნდა წავიდეთ მარცხენა მხარეს. აივე 53 გააგზავნული, ვითხრეს კიდევაც არ წავიდეთ იქიდან. ეხლა მე რო პიტაპი წავიდე გამარცხილეს არ შეიძლება ამიტომ ჩვენ
დას რაღაცები ჩვენ არ გვინდა, თან კალიფორნიაში ამ კაცრები არიან. შეიძლება თან კაცრები მოთან. ტბას მოგაჩენ, ესე იგი როგორ მომენტია, ტბას ვარტყავ წრეს. იმ ტბასთან არ მივიშვეს რა, ეს კიდე მე ალბათ რა ტბა გამოჩდება რა საერთოდ. რავი, რუკაზე 100 ჩანს. გამოჩდება ტბა. ავტობუსი Clear Lake. ბავშვები წმოდა, სკოლის ავტობუსიც მოდის. აი, როგორ შეიძლება, თითქოს არავინ არ ცხოვრობს, მაგრამ უცბად ხვდები, რომ ხალხი ცხოვრობს უბრალოდ. არ ჩანა რა, რო იტყვი. ისე მიდის ტბას ვერ ნახავთ ეს. ნუ სპედისტიც გამოჩნდა. ანუ მე რუსეთში რა ხეროს მთელი ქალბატონი. ისე ახალ ადგილას რომ მიდიხარ ხოლმე, აი მაგისთვის რა ისე განწყობაც უნდა გქონდეს, განწყობაც არა, იმიტომ რომ არიან ბევრი ადამიანი, რომელსაც ოღონდ ახალია და იღლებიან, ამ მომენტებში. ეხლა მეც ზოგჯერ თუ ძალიან ყეში ამომივიდა, რო არ იცი სად მიდიხარ, ცოტა დამღლელიც არის, მაგრამ ის ნახვის ჟინი და ისა მაინც ფარავს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ამით წუხდებიან. სიტყვა უცხო, ან ახალი, მაინც არა, ნუ ახალი უცხოთან ასოცირდება და ჯობია აცნობი იყოს და ახლობელი იყოს, იქ ტრიალო ვიდრე უცხო გარემოში. ალბათ ესეც ადამიანზეა დამოკიდებული, როგორ აქვს ეს ცნობა განვითარებული. ეხლა მე მაგალითად ვთქვათ, ამერიკაში ვარ, თბილისში ვარ, ევროპაში ვარ, თუ იმაში ეს ასეთი ის არა მაქვს. აი ხო მაგათ ადრე იყო სიტყვაზე, ვაიმე შორსა ვარ საქართველოდან შორსა ვარ და ამხელა მანძილებია. ეს შეგრძნება მქონდა, მაგრამ ეს უკვე ჩემში ეს უკვე წაიშალა რა, ეს ფიქრი ვარ და ისა ვარ და ასე ვარ, იმიტომ რომ ფაქტურად ადამიანებშიც უკვე განსხვავებას ვერ ნახულობ. მე ჩემ იმას ვიძახი, ფიქრებს გიზიარეთ, შავია, ჩინელია, ყვითელია, წითელია. ელემენტარულად მე უყურებ ის ადამიანი რა უნდა, აი აქედან გამომდინარე ვიძახი, რომ აი თქვათ ეს განსხვავებები უკვე ჩემში აღარ არის რა, აი რა ვიცი, ეს ალბათ ჩემი ბევრი მოგზაურობიდან გამომდინარე და იგივე ეს ქვეყნები ახლა ასე წამოვიწყე საუბარი. აი დისკომფორტი არა მაქვს, უფრო დისკომფორტი მაქვს, რომ მივიდე რა პრობლემა. აი ესეთი შინაგანია, აი ესეთი არა მაქვს. კი, რაღაცა პატარა დისკომფორტი მაქვს, მაგრამ აი ესეთი ვასავი და ცუდად გახდება ასე რაღაცა არა. ალბათ ესეც ყველაფერი გამოცდილების და რა, ესე გაუყურეთ ნახე, მომაშორეს თუ მე მეთქვა ტბას ნახავ მეთქი. შეხედეთ, ტბა დაგჭა მარჯვნივ რა და ეხლა წითელ ხაზს ეს წრე დამარცხმევინე და იქით ამას ჩვენ დელივერი. შეიძლება გამოჩნდეს კიდევ ტბა, მაგრამ რაღაცა ჩვენ მეყარება. ეთქობა ის ტბა, ხალხის დასასვენებელი ადგილია და ტრაილერებს არ უშვებს. ნახოთ, მაინც ასე თუ ისე მაინც ახალ ადგილას ვარ და შემდეგში ვეცოდინებ. უბრალოდ საერთოდ ყოველთვის კარგია ხოლმე რომ მიდიხარ სანმე რომ წაიკითხო მის შესახებ, მაგრამ ახლა ტრაილერზე რო ხარ ახლა ყველაფერზე ხარ წაიკითხო თუ იცი სად მიდიხარ. თუმცა ახლა ონლაინისა და კომპიუტერის საშუალებით უფრო გაადვილებულია ეს ყველაფერი. თავარია ადამიანმა მოინდომოს და ინტერესი გამოამშვენოს. აქ დასახელებული მასში შემომახვევინა მე flashing traffic infantry.
გოგო, აგარი თეთრი მანქანა სადაც ვართ, იქ ვაჩვენებს. ამას მივხვდები. და ბევრი არაა დარჩე, რამდენი დარჩა? 20 მინი. ადგილას ვართ, რომ სადაც ეთქვა ბევრი ტრაილერები არ დადიან, მაგრამ გახსოვთ ხო ჩვენ ავიღეთ ამაზონის ტვირთი და ეთქვა შეკვეთები მისცეს ადამიანებმა და ეს მივა ესა და მიუტანს რა თავი შეკვეთილი საქონლე და ჩვენ ვართ მაგათ მათ ჩარეული. ეს ნამდვილად არ არის ახლა საინდუსტრიული რაიონი, ტრაილერები არ დადიან, ტრაკები არ დადიან, უბრალოდ თვითონ დასასვენებელი ადგილია. ისვენებ და თავისთავად მოთხოვნები აქვს და ინტერნეტით გამოიწერეს რაღაცა თავისი გასათვლელია. ჩვენ ამ ნახეთ, კეთკები ნახეთ, გასათვლელი გახსოვთ იქ რომ ჩავიხედეთ. ხო ნახეთ იქ ამაზონში რომ დაგტვირთეს, ხო ნახეთ რა იყო და პატარ-პატარა რაღაცები მოხდა. და ბოლოს გამოჩნდება ალბათ შეიძლება მაღაზიაში მიგვაქვს. აი ნახოთ. კომერციული აზროვნებაც ერთობა. ალბათ არ გამოჩნდება რაღაცა სიმაღლეებში მივიდივართ და მაინერს. ეგრე გამოჩნდა. უთხეში მათ ჩვენ წინეს ვართ ჩვენ აი ეს აქავართ და ეს პატარა უთხე ვნახეთ და ლოგიკაში და გათხრებიდან გამოდირი აუცილებლად ვნახოთ ტბა. ვიქტორინა ხო არ გავათამაშოთ? კითხვა, ტბას კარგად დავინახავთ თუ არ დავინახავთ? მოგვეცემა ტბის დანახვის საშუალება თუ არ მოგვეცემა? გამარჯვებულს წიგნები უკვე გაგვითავოთ. პატარა სუვენირი თბილისში რაღაც ამერიკული სიმბოლოებით სუვენირს გამარჯვებულს გადავწევთ გამარჯვებულს ამერიკული სიმბოლოებით და საჩუქას რომელზეც იქნება ამერიკული სიმბოლოები. ესე ამერევა ხომ ეს ლაპარაკის რო ზენა მაგრამ ჩვენ რა გვაქვს სიტყვა ამ ასეთი სიტუაციებისთვის რა გვაქვს რომ ყველაფერს ვიღებ ნატურაში და ბუნებაში. ავი ხომ უნდა დავიზღვიო ზოგჯერ რაღაცა სიტყვას ვამბობ და მე მეუბნია ეს სწორია ეს არასწორი და მე ვამბობ კი. აი ხა იმ დღეს ლაპარაკობ აღქმა თუ აღთქმა. მე დავწერი აღთქმა თუ მე ყოფილა აღქმა. ეს როგორც აღთქმა და აღთქმა ესეთი რაღაცები, მაგრამ ესეც საჭიროა ხო? მაინც ჩვენ ვუთხიდებით ქართულ ენას ვიდა სწორად და მართებულად ვილაპარაკოთ და ვიზდიოთ და როგორ ამბობთ შეცდომებზე ადამიანი სწავლობს. ამიტომ მეც მომიტევეთ პატარ-პატარა შეცდომები გრამატიკულ ფილოლოგიურ ამბებში. ეხლა ისე დაღმართზე მივდივართ. აი მიგვიყვანს რა წესი და რიგით უნდა გამოჩნდეს თმა. დავждებით ხოლმე ზოგჯერ ნიუ-იორკში სუფრაზე ამ კალიფორნიის უნდა მოვა ხოლმე. თონ testing room ახალ business centers testing room აგემოვნებენ აგემოვნებენ. ビジネスや
გაშენებული. რამდენი მანქანა დადგა ეს უწოთა 50 მანქანა მომყვება რა აუქნაც მაო ასე რა ვიწრო გზებია ჩემი გაკეთებული კი არ არის ეს გზები ამან ვერ მოითმინა და მარჯვნიდან გამასო მეორემაც ვერ მოითმინა ჩანს რა თქვენ ხედავთ თუ არა ნახე რამდენი მანქანა მომყვება უკან არა აუქნა ხა 12 მაისში მივარდა ეგ იქნება აი აღმართი გამოშთა და ორი ხაზია და ეხა გამასწრებენ ნახე გაგიჟებულებია გამა ჩვენ გადავიდეთ მარჯვენა მხარეს ეს პოლიცია ხო არის всё давай დასხეთ ეხლა გამასარით აბა რამდენი მანქანა იქნება 1 2 3 4 აბა თავიდან უფრო ბევრი მანქანა ჩანდა და 5 აბა მოასწარეთ ანა მაგმარტი არ დამთავრდა 6 7 ვა ცხრა მოდის ახლა მე-10-ს მოდის 10 11 12 13 ჯერ გავჩედეთ 13 თარსილი წვია всё მე-14 всё განთავისუფლდა უფ რამდენი თქვით 50 მეტრი კაცო 14 მანქანა მომზევდა რა ეხა კიდე ერთი მომდეს მაინც ვერც არა პარტუგზა და გამასწროს არა ვინმე უშნის თავისუფალ ქვეყანაში ვარ თავისუფალი ტიპები ვართ კარგი აბა ვერ მივედით ვერადა ვერ მივედით კაცო რამდენი დაჩა 10 მილი დაგვიწროდა გზა და ისევ უკან დამიდგნენ მანქანები აუქნა წეღანაც კი ეს ჩემი მოგონილი გზა არ არის ამტყმას რო გავიძახით რა ქვია ამტყმას ეს Clear Lake აი უკაზე რო შეხედოთ ეს არის Clear Lake ვიქტორინა ძალაშია ნახავთ ამ Clear Lakes თუ არ ნახავთ გამარჯვების გადაეცემა სუვენირი ორი ჩამოვედით არა ჯერ კიდევ მომხარეთ აი როგორი დასახლებებია იცი ისეთი შთაბეჭდება თითქოს აი ტურისტები რა დასასვენებელი ისინია სახლებიც არის ეს თვითონ უნდა წაიკითხო რა სადაც მიდიხარ უნდა იცოდეს და ადამიანი უფრო ადვილია გებულო ვინ რა რასაკეთებს და რა ხალხი ცხოვრობს რო გამოიტანო დასკო ჩვენ ასე მივიდივართ უყურეთ მაგრამ რა ხდება კარგად ბოლომდე ვერ ყვებით ხალხი ვენახება, აი, გესლი ლამბარდი. ვინის დამუშავე ქარხანა. აქითაც ვენახებია.
ნახების იმაში მართლა. მიდამოებში. თვითუნავია ეს რა რა ტრაქტორები და ნახეთ ძველებური თვითუნა აქ როგორ მოიტანის ახლა ის ამერიკელებს უფარს ხომ ძველი რაღაცები შენახო ვიქტორინეს ამბავი დაიძაბა ამდე მაი ნახევარი დაგჭომა ტყავს ვერ ნახულობთ რა და ტყა უყურეთ დროშა და აი გიტარი გოჩერ ვერ ნახულობთ არ ნახოთ არ ვიცი ბოლომდე ვერ გეტყვით აი რაღაც მოვედით ეთყობა ხდება იქით ტრაილერები არ უნდა იარონ სახელი მაღაზია ქონია და ეს რაღაც აი მოვედით იმას ჩავიხედოთ დაიცა მეგობრებო არამერიოს ახლა ეს თქოს აქ არის და უბრალოდ ვიწრო გზები რო არის აი ამათ უშლი ხერს და ეთი ცოტა წინ გავა და ფეხით გადავა თორე ავალახით აბათური თუ კაცი შვილი არ დადიოდა და იმდენი მანქანა დადის რა უბედურება ასაი ტრასია ცხოვრებაში რაღაცა რო გინდა მაინდა მაშინ გეკრება დამკონებილებაა და ეთი მივიდეთ კითხო ამათ ხარ შეუშლეს ეს Pas rover nахлот pas. Это спеса. Окей. Они айсениария. ნახოთ ის 70 სწორად ხარ მოსულებით აბა ვკითხოთ. ზია თუ რა ხდება აბა. აღია, ოკეი. ზია თუ რა ხდება. ნარკოტიკების მოსაწევი და მარიხუანის სუნია და კონი სხვაგან მოვიდა. ძმაო ჩვენო ისა ვართო სხვა მისამართია არ გვერძია. It's it. Yeah. Go through here. And on the right is the loading dock. Okay. So you can pull the truck there and go this way. You'll see the but loading they will be dock. after 1 hour, yeah? Yeah, they're not going to be here for a little bit. Okay. Yeah, when they come, you'll see the cars will be parked over there in the gravel. Okay, thank you very much. ესე იგი, ეს არისო, აი ეს ორგანიზაციაო, მაგრამ ეხლა არ არიან და შეიძლება 2 საათში მოვიდნენ. ხო, აი 25-70 ვიზარდ. ხო, აი. აი ესეთი ყუთები მაქვს მოთანილი. ამათ უწერია და აქ ამერიკელებმა მითხრეთ 10-ის ნახევარზე მოვლენ. წავედით. სწორად ვართ მოსულები და იმ ხალმა მითხრა იქ დააყენებო და მე გადმოსა ის ეს რა ლამაზი რაღაცას რაღაცე მიყვარს. არგო ხო არ მოიწმინე. დავიდეთ იქ დავდგეთ და მე ნახოთ როგორ დავაყენეთ იქ ლოდ გადმოსატვირთიო მაგრამ არ არის მოსულები. შევა რაღაც დავათვალიერებ. არ გამორისკავ მე. მანქანა შევა არ შევა. კაც დაუჯერო თუ არ დაუჯერო, მაგრამ რატომ მომატყუებდა თქოს? ლოდინგ დაკი იქით აგვახობა. მაგრამ მეგობრებო, ნახეთ, ას ვერ ნახულობ. მოდი ჯერ ეს დავამთავროთ, ეს ბოლომდე მივიდეთ. ლეკეს აი ხაუდელი. ლოდინგ დაკი ერთ ცოტა ვიწრო ის არის შესასვლელი. უთვაჩი ვამოწმოთ.
ეს მაინდილი მანქანა და ამას არ უკვე სიჩქარეები. This is self storage. დასაყენებელი შეიძლება ჰქონდეთ, მაგრამ ანუ ყოველ შემთხვევაში რაღაცა იქნება აქ და მოექტიმორი. ესეც სამუშაო წვიმანები და აგერეს იქონიათ. სავარაუდოდ ალბათ აქალა. ვარიანტი არ არის, ხა იქ ვერ გამახელა მანქანა ვერ შემოვიდა, ალბათ ეთქმა გამოცდილება აქვთ. კარგით მეგობრებო, ასე თუ ისე ერთ-ერთი პროცესი გაჩვენეთ. სამსტაიტმა არის ეგ ჩანს, მაგრამ კარგად არ ჩანს. აი ეგ მოდი აი მანქანაზე ზემოდან დავდგე და უფრო კარგად გამოჩნდება. აი აქედან და აქედან გამოჩნდება თუ არა და სიმაღლეც ეს უნდა გამოჩნდეს. მე კი ხედავ, აი მინდა რომ გაჩვენოთ ვიდეოზე. აი, ხედავთ მეგობრებო, აი, ტბა. აი ტბა. არ ვიცი ხა ეს შეიძლება ნახვა თუ არ ნახვათ, მაგრამ ნუ გაიმარჯვა მეგობრობა. ვიქტორინაში გაიმარჯვა მეგობრობა. კარგით მეგობრებო, აბა ნახავთ ხა თუ რაღაცა საინტერესო იქნება, გადავიღეთ და ისინი 2 საათში მოვლენო და ნახოთ. ასე ვიღებთ ხოლმე ვიდეოს, წეგანა იცი დავიწყოთ აპარაკეთ. არ ვიცით რა გველოდება, როგორ გველოდება, მაგრამ აი ესე პირდაპირ უნებრივად ნატურალურად ვიღებთ ყველაფერს და ზოგჯერ ყველაფერი ისე არ გამოვა, როგორც კინოს პროფესიონალი რეჟისორები და ოპერატორები რო იღებენ ხოლმე. ჩვენი არხი ემსახურება ერთმანეთის დახმარებაში და პოზიტიური ემოციების გადმოცემაში. კარგით, აბა კარგად შევხვდებით იმედია მომავალ საინტერესო ვიდეოებში.